როგორ ხართ? შენი სადაა? შენ? ედა ჩემთან. რა ბაზარი, რა აღნიშნავთ? ჰა? ხახტი? მახშავი გაქვთ? ჰა? აუ, ოდიში რა ისე შემოგიჭერეთ ეს სირი. სისხლით ხარ მოთხრილი. ვარჩინა. ლია, რა გჭირს? აუ, რა გჭირს? ჩემი არ არის სისხლი. ხო ისია. იმ ტიპის სისხლია რა. ვინ ტიპის? იმ საცოდავი ტიპის. მოკლედ რა იქ კუთხეში რომ შემოუხვი. ეს ტიპი იწვა რა. თავისთვის იწვა დაბლა და ვიფიქრე მეთქი თავისთვის დიამეტრი რა და მე ახლა რომ მივახმოვდი. ზოგადად ჩვეულებრივ გამოიყურებოდა რა ეს მასტი, აი მაგალითად დენ ხოხტებიან რომ გაგეცნო რა ეს ტიპია და აი მაგასთან ერთად რომ დაგერია რა ერთი ჩიქარი გადაგიგა. ან სადმე ბილიარდი რო გეთამაშოთ რა? ხოხტები. რომ არაულად ხო არა. ხო რა? ხო. აური რა სირობებს ვამბობ და მოკლედ რა ეს ტიპი გდია სისხლი მოსდის და ანუ ვიღაცა დამპალმა ესე იგი უბედური შემთხვევა იყო. ოთხა უბედური შემთხვევა ყოფილა. საერთოდ არაფერი არ იყო. როგორ არა ამწუხა. ლია, ხო უბედური შემთხვევა იყო. არა, უბედური შემთხვევა არა. ხო, ის ბოდიში რა რო ესე შემიგიჭერით რა. და ჩემი გასაღებით რო გავაღე. ვიცი რომ ეს რაღაც პონჩი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ამაქვს და მაგრამ თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი დავაკაკუნებ მეთქი მაგრამ ან ხო ხდებით რა თან ჰელ შენ ეგრევე მხედავ და შოქში ვარდები არა ბაზარი არ არის ჩავარდები შოქში როცა ესე ვიღაცა სახლში სისხლით მოთხრილი შემოგივარდება მაგრამ მე ვიფიქრე რომ მეთქი დავიძახებ მეთქი მაგრამ არ მინდოდა რა ხო ხდები შენი შეშინება ჰელ თან შენს მდგომარეობაში როგორც ხარ ხო ხდებია რა არა ავადმყოფი კი არ ხარ ან როგორც ხარ რა ხო არა ვისაჭირდება რომ შევისვამ მოდი ერთი წამი რა მოდი აქ ახლა მინდა რომ კარგად დაფიქრდე და მითხრა ვისი სისხლია ეს შენ თავს ფიცავარ ვცადეო დავხმარებოდი ვის იმ ტიპს ასფალტზე? ხო დენ იმ ტიპს ასფალტზე თან დაჭრილი იყო რა ვინ დაჭრა? რა? რა ვიცი მე ადამიანი ვინ ადამიანებმა ნახე? არა მე არა სისხლი მოსდიოდა რა საიდან მოსდიოდა სისხლი? ჭრილობებიდან ადამიანს საიდან მოსდის სისხლი? ჭრილობებიდან და შენ რა გააკეთე როგორ დაეხმარე? ამას რატო ეკითხები? ის გავარკვევთ ხო? რა უნდა გავარკვევ? რა გააკეთე რა როგორ დაეხმარე? მე შევანჯღრიე და დავუძახე რა ან ხო ბიჭო მეთქი ზრიერად შეანჯღრიე? არა ნაზად არ ამ მეთქი ძმაო მეთქი რა ნაზად არ ამ არა ბიჭო შეიძლება მაგრადაც იმიტომ რომ მე ძალიან მაგრად და ეს ხო სახეზე და ყვავებზე სულ ნასერები ქონდა ამ ტიპს რა ანუ არ ვიცი შეიძლება ეს ხორცი ანუ აკლეჯილიც ქონდა ან ახეული ანუ დანა არ დაუთხა? არ ვიცი აბა როგორ დასერეს დამეტი რა? რა ვიცი ახლა არა ვიყავ მარტო იყო არა მარტო ვიყავი ხო და მე ჩავხუტი ამ ტიპს რა და გონზე იყო? არა ანუ უგონოდ იყო? ხო არ იყო? დენი რა გჭირს თუ გონზე არ იყო ესე იგი უგონოდ იყო რა გინდა? გავაკვირდით ხო? ცდილობ გავაკვირდით სად მოხდა ეს? მარკებს ტრიცე იქ კუთხეში რა იანისგან მოვდიოდი რა ისგან? ვერც რა გინდოდა იანთან? აუცი უბრალოდ გავუყარე მეგონა არ მომწონდა იანი აუყაი მეგონა იანი არ მომწონდა იცი მეგონა რომ რაღაც იანი გწონდა არ გავუყარე ხო ყველა იანი მაგრამ თავარი ეს უბანია რა რო ქუჩა
ქუჩაში გასვლის და ავტობუსში გასვლის რომ მეშინია. და საერთოდ გასაცვლად იმას აკეთებენ და როგორც უცე დაპარპაშობენ ეს ნაბოზოვარი ხეცები ესენი რა. ახსოვს დენის რა დაიყო, ჰა? პატარა ბავშვები იყვნენ. ვერ არის ბიჭო პატარა. ნება ხოლმე, თამეთ. არ არიან ეგენი პატარა ნაბოზოვარი ხეცები. ნაბოზოვარი? ისე ვიქარის? ვინ? ისე ვიქარი? გდია და სიცხლე მოსდენიც? არა წავდა. როგორ ესე თავში წამოდება. ხო. აუ ბიჭო, იცი რა მოხდა? ესე წამოხდა უცებ რა. ესე სიცხლე ზედ შემოხედა და მოხიდა. ხა, ვინოს დაუგე? ამ პოლიციას ან სასწრაფო დახმარება. არა, რატო? ბიჭო, რა უშევ დაუგე. რატო? რა ტელეფონი დამიშვა დაიმეთო. ანუ ვიფიქრე რომ მეთქი ამით დავეხმარები მეთქი. მოხდები. ანუ ეს ვერ დავტოვე რა მარტო ვერ მივატოვე. ადამიანს ესე ხوار დააგდები ხوار მიატო. მე ვიფიქრე მეთქი რომ იანთან წავალ მეთქი. რა იმიტომ რომ იანმა პირველი დახმარების აღმოჩენა იცის, მაგრამ ეს ტიპი ვერ დავტოვე. კარგად ხარ? Când nu aș mult am nici n-am durat să mă gândesc și mă obiu artit pot să... Are ușor schop? Nu de ce fotografie? Isor. Sislian, mă, da... Გაიხადე გაგირიცხა. დენის რამე ჩაიცვალ ხო დენი? რა თქმა უნდა. ეს მაისურ ჯენი მაჭუკა რა. ხო შეგვიძლია რომ ბოლოს გავიცხოთ ხო? მაჭუკა ეს. და ხო იცი რომ ჩემთვის სამშობლო. ლიან ხო შეგვიძლია რომ გავიცხოთ ხო? ახლა დაიწყე ახლა. არა უშავს გავიცხოთ და გამოვიდეთ. მოშორდება? მოშორდება. აუ თენ ბოდიში რა. არ მოდი გამართლა რა შენ მოსკიფიცები ხო იცი რა. ყველაფერი იქნება კარგად. აი ეს მიეც. ჭუჭყიანი? მე რა? დენი ჭუჭყიანი? მე რა მოწე? მიეც. დენი ხო მე კაიფები? შენ ლიანს უთხარ რომ დერმიძემი ხარ? მე რა მოხდა? არაფერი. მაინც? შენ ხო რამოდენიმე დღეა რა რაც გავიგე? ხო, მაგრამ რა, ჩემს მინდოდა რომ მოგეცა და გასული. ხო, მაგრამ მინდოდა რომ მისულიყავი და აი, დამშვიდი, არ გიტრაგებ ისე. ვიცი რომ არ მიტრაგებ, მინდოდა ვინმესთან მელაპარაკე. რატო? რატო გინდა ვინმესთან ლაპარაკე ცუდ გუნჩი? შენ ძლიერ გინდა მელაპარაკო? შენ ვერ დაგელაპარაკე. რატო ვერ დამელაპარაკე? დენი ვერ დაგელაპარაკე. რატო ვერ დამელაპარაკე? შენ მე დამელაპარაკები? რომ მოგინდეს ესე გულის გადაშლა ადგები და მე დამელაპარაკები? არ დამელაპარაკებ, დენი არა. ადამიანების უმრავლესობა ესე არ არის მოწყობილი. ელა გაფსათქვევი? რამე არასდროს გავაკეთე ჩემს მას რომ უთხარი, თუ შენ გინდოდა. თუ აბარა. კარგი. დაშვიდი. მე იქნება. წადი შენის მაისური მეცი მე პოლიციაში და რას გავაკეთებ? პოლიციაში და დენი ერთი წამი მომისმინე. ანუ ვიღაც დაჭრა. ხო ვიცი, მაგრამ ამიტომ უნდა დავიკო პოლიციაში. ეს ყველაფერი ცოტა არანორმალური რო არის, ვარ. რას მე უნდა რა გინდა რომ მითხრა რომ ახლა მე პოლიციაში არ დავწ ხო რეგო? არა, დენი ერთი წამი შეგიძლია 5 წუთი პანიკის და ცანცარის გარაშე მომისმინო? ცანცა. ის არის ჩემი ძმა. ვიცი რომ შენი ის ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრია, გესმის? ვიცი რომ შენი ოჯახის ერთადერთი წევრი. აი ახლა ისე მელაპარაკები თითქოს თავს გავაცნობ, ხო? ჩათვლიან რომ ყველაფერთან რაღაცა კავშირია. არაფერს არ ჩათვლი. გეუბნები რომ ჩათვლიან, ვიცი რა, ვიცი რომ ჩათვლიან. არ იქნება ეგრე, არ ჩათვლი. მაიამიში ხო იყავი? ხო გახსოვს? დამბაბ მაიამიში რო იყავი. ჰელენ სამჯერ ვარ მე იქ ნამყოფი. როდის რომელ ჯერ? ბოლოს დენი, ბოლოს. წინადადებას რატო დავიწყებ? ესე თუ არ გულისხმობ რომ ბოლოს დენი, ბოლოს რო იყავი მაიამიში. აბრილში. მაგის მაგისი ნოემბერში. მოკლედ რა. ხო იცი რა რომ მიდიხარ აქ რჩება ხოლმე, იმიტომ რომ ფარველობითი ინსტინქტები იღვიძებს და არ უნდა რომ მარტოები ვიყოთ აქ და
აქ იყო ჩვენთან მთელი დღე და უცებ მოვიდა პოლიცია, მაგრამ არაფერ შუაში არ იყო. ანუ ძალიან ბევრი ბოდიში მოიხადეს, ძალიან დიდი ბოდიშია თულა შეგაწყვეტა, მაგრამ აქ ჩვენთან მოვიდა პოლიცია? ჩვენთან მოისმენთ ძალიან. არაფერ შუაში არ. ჩემთან მოვიდა, ჩემთან სახლში მოვიდა. რატო არ მითხო? დიახ, არ უნდა და დენი გთხოვ. რატო არ მითხო? აქ მოვიდა პოლიცია. რატო და დამაფიცა რომ არ მეთქვა გთხოვ. ჩვენთან მოვიდა პოლიცია. შეიძლება ახსნა გთხოვ. კარგი ისე. ქუჩაში დაჭრეს ვიღაც ტიპი. და მე ვიღაცა ახვალ მახსენა ნიამის სახელი, ეგ კიდე საერთოდ არ ყოფილა, გაიგე იქ, მაგრამ რა ამათეკეთები ფეხებზე კიდიათ რა. იმიტომ რომ თავარია საქმე გახსნა, რა სულ ფეხებზე არ კიდიათ. ხო, რა მოხდა, ხო, აღრიცხვაზია რაღაცა ძველი დანაშაულებისთვის, მაგრამ შეიძლება ამის გამო ეს დენი შეხოთვლი. მე არ გაკრიტიკებ, მაგრამ ხო იცახი რომ ყველაფერი სამართლიანად ხდება, ხო? მაგრამ ნიამის ნაირი ბიჭებისთვის არაფერი არ ხდება სამართლიანად, საერთოდ არაფერი რა. დენი მე სწორედ მაგის გამო მიყვარხარ, მაგრამ ვერ გადაიტანს ხლები კიდე ერთხელ რა. დამშვიდი ახლა. დენი ვერ გადაიტანს. ხო, დამშვიდი. ლიანი არის უდანაშაულო, ხო? მაშინ უდანაშაულო იყო და მოვიდნენ მოგვარდა. არაფერი არ ჩაუდენი, ამიტომ პოლიციის არც მაშინ არაფერი არ ჩაუდენი. სადღაც ქუჩაში გესმის ვიღაცა გდია, სისხლისგან იცლება. და აი ამიტომ უნდა დავიყო პოლიციაში რა. როგორ შეიძლება ესე? აი, როგორ ცხოვრობ, თითქოს სამყაროში არაფერი არ ხდება. თითქოს ის ნაბიჯვრები არიან უდანაშაულები და ჩვენი ბრალია ყველაფერი, ხო? დიდი ბოდიში რა დენი ყველაფერთვის ბოდიში რომ სუნთქავს საერთოდ. იცი თუ ეგრე ფიქრობ, მოდი ამბავს ნუ გავაჩენთ. რა? რაც გაიგე. ეხლა სერიოზულად ვეუბნები. ხო. სერიოზულად. აი ხო, გეუბნები სერიოზულად. შენ ამაზე ფიქრობ. აი ახლა ფიქრობ, ჯანდაბა, აი საუბრის სერიოზულად ვეუბნები. საერთოდ არ დაინტერესებს რაც ხდება. საუბარი. ჰელენმა გითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება, შენც ასე ფიქრობდი? შენი აზრით სისხლი მოშორდება იმ მაისურზე? არ ვიცი, ალბათ მოშორდება. ისე რა მოაშორებს სისხლს? ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის მაისური რა. ჯენი მაჩუქა და საშობაო საჩუქარი იყო, ბოლოს ეგ მაჩუქა. მადლობა რომ ეს მათხოვ. არაფერს. რომელ დეზოდორს ხმარო? რექსონს. მაგრამ ასწორებს ძალიან. კარგად ხარ? შვენივრად. დაწმული ხარ? არა, ბაზარი არ არის, ანუ თქვენ ვახშამი გქონდათ რაღაცა აღნიშნავდით მე კიდე შემოგეჭერით და ხო იცი არა, შენი მოსულა ყოველთვის გვახარებს. თან გასაღები მოგეცი, ასე. აუ, მაგასიც ძალიან მაგრა ვაფასებ რა, მაგას რა. ბიჭო, შენ იმ ამბების მე ხარ? მოგითხარი არა, პატარა ბავშვები? არ არიან მეთქი ბიჭო. თამე ცოტა ნასვამი არ არიან ამ ბიჭოები. ხდება ხოლმე ეგეთი რაღაც. ხდება ხოლმე. ყლეობა. აი, ზუსტად ყლეობაა, ხო, ვერაფერს ვერ იზამშე. ძალიან ბევრი არიან რა. აზიელები ხო? ზოგი კი, ზოგი არა, არ ვიცი. ანუ არ მოგესმე ხო ხტები
არა მგონია ეხლა იქ იყოს მთავარი ფაქტორი. აა ბაზარი არ არის ხო, ბაზარი არ არის. ეგ რასისტული რაღაცები მეც მაგრამ მე ძიწყება რა. იანია ეგეთი სხვაშორის და სულებას ამბობს რომ აზიელები ისე და აზიელები ესე და ზანგის მუცელი გამაფატრინო. მეთქი ბიჭო ერთი შენ გაგიფატრინო მუცელი როგორ მოგეწონება რა. სირია. იანი არის ჩემი ძმაკაცი. ასაგებია? გინდა ამაზე ვაპარაკე. არაზე. აი ამ თემებზე გინდა რომ ვაპარაკე. არ მინდა. არა. აი აუ კანკალებ რა. რაჯადაბა რა. რაღაც ისე ვარ ფოთოლი რა ცოტა. ჩემს მაგასაც ყველას ვიტყვი შენზე რა. შენ ჩემი აზრით იმის ცოცხალი მაგალითი ხარ რა შეიძლება 21 საუკუნეში კაცმა შემდგარმა კაცმა მიაღწიოს წინვალი ადამიანი ხარ მაგრამ ბიჭო ძალიან სახელმწიფოობაში ცხოვრობ რა. შენ აქედან უნდა გადაიყვანო გესმის? შენ ხოჯახის კაცი ხარ და რა. ტრანსპორტის ხდება რა უშავს. მაგერ კუთხეში ყავის სახს. ასე რომ ზუსტ საზადოა ბიჭო. მე გიქნება ხოლმე რა პატარა ბავშვი ვთქვა რა. აი ჰელენს კითხე თუ არ ჯერა რა ჩვენთან ბავშვთა სახლში რა. ერთი ბრაიან ჰარვისი იყო. ნუ ძმაკაცობით რა. ხო და მაგას აწყენიეს რა. პატარა ბავშვი ვთქვილოდი გეფიცები, დედას გეფიცები რა. ხო და ეს ჩემი პატარა ანგელოზი იყო რა. მე ამან გადამარჩინა რა. ჰელენ მარიცის მე რო ვიცი, მაგრამ ვიცი. იცი რას გვიპირებდნენ მე და ჰელენს. დაშორებას გვიპირებდნენ რა და იცი როგორ გვიპირებდნენ თან რომ გოგო უნდა იყოს აქ, მაგრამ ბიჭი არაო. მაგრამ ჰელენმა ეს არ გააკეთებინა, ის კი არა აზრადაც არ მოსულდა რა. აქ ჩვენ მიტოვებული ვიყავით. მიგვატოვეს, ყველა მიგვატოვა მთავრობა, რატო რა აი მთავრობა. მაგათ ჩვენ ამ ხეცებთან მიგვატოვეს. არა აზიელებს კი არ ვუბრალებ მე რამის. ზოგი აზიელი ძალიან კარგი ტიპია, ზოგი ძალიან მაგარი ტიპი იქნება. მაგრამ ზოგი სხერპლია ესმის. სრულწმენის სხერპლია. არა ეს კი არ უნდა გაგიგო. ელი განიშნა რა. აუტვინის უგამეთიშა რა. რამ ხარ შენ ძდარიო? დედა ჩემთან. ო აი ხედა. ბიჭო. წერა რომ ეს ტიპი ორამდენად მაგრად შეანჯღრიო. ხო გახსოვს? ანუ შენი აზრით მნიშვნელობა აქვს რამდენად მაგრად შემაჯღრიე? მესმის უბრალოდ დახმარებას ვცდილობდი, გასაგებია. ასე ფიქრო? ზუსტად. აუ რა გამახსენდა ბიჭო ის ჯენი რა ჩვენი ძიძები ბავშვთა სახლში რა ზღაპრებს გვიპოვოდა ხო და იცი როგორი იყო ეს ზღაპრები რა აი უსასრულო და არსთან თავდებოდა რა მაგალითად ძილის წინ მისმენდი ისტორიას ცხენზე სახელად დერბი ამ ცხენს დერბი რა მოლაპარაკე ცხენი ხო და პატრონს მიყავდა გასაკეთეთ რა იმაზე უყოდი ჯენის ჰერ ხო და არა მგონია პოლიციაში დარეკვა რამეს უშუალოს. რა? რა? ასე არ თქვი? სანამ იქით იყავი, ასე თქვა პოლიციაში უნდა დავგეკო. ისე რა? უბრალოდ თქვი რა, უბრალოდ შემოგთავაზეთ რა, ანუ რა უნდა დავრეკოთ პოლიციაში. არა? ანუ პოლიციაში დავრეკოთ? ხო, პოლიციაში. ვიღაც დაჭერეს, ხო? ხო, დავრეკოთ. რა, პოლიციაში უნდა დავგეკოთ? არა. მე ასე არ ვფიქრობ, შენ არ ვიფიქრობ. აი წარმოვიდგინეთ რა იქნებოდა მის ადგილას ჩვენ არ ყოფილიყო. რატო უნდა წარმოვიდგინოთ მის ადგილას ჩვენ არ ყოფილვართ, დე? რას ნიშნავს? ხა რა აზრი აქვს იმაზე საუბარს, რაც არ ყოფილა? აი ვიღაც დაჭერეს, ხო? ვიღაც ქუჩაში გდია და სისხლისგან იცლება. ის ვიღაც, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რაღაცაში იყო გარებული. რაში? ადგა და გაიქცა. ეგ იმას ნიშნავს, რომ რაღაცაშია გარებული. არ ვიცი, მაგრამ ძალადობის ფაქტი მოხდა. ხო მოხდა, მინიმუმ ერთი ძალადობის
დაავადების ფაქტი, რომელშიც ის გარეულია. ან არ არის, მაგრამ რო იყოს გარეული, ჩვენ პოლიციაში ვეკავთ, ისინი საშინელ სახლში ატარებენ ვის გამო, მითხარი? ვიღაცა აფერისტის? არ მგონია რომ აფერისტი ყოფილიყო, უბრალოდ შეშინებული იყო რა. ხო, შეშინებული იყო და ადგა და გაიქცა. დენი გთხოვ დაფიქრდი რა. გაეცვა. მაგის გამო ვერ დავჭით. არავის არ გავუშვი, მაგის გამო ვკითხულობ რა ეცვა. რა ეცვა? კარგად გამოწყობილი იყო რა. ხო? წარმოვიდგინე. ამ რაიონში ტიპი არის ძალიან მაგარი გამოწყობილი, ვიღაცა ჭრის და გავის. რა შეესაქმე, რას გავლობის? ჰა? არ მგონია რომ რაღაცას გაუხდა. მეზიძღება ეს ადგილი. იცი როგორ მეზიძღება, როცა ჩემი საყვარელი ადამიანები აი მათ სხვებს ემორჩილებიან. ხო, თავზე ხელაღებულებს ქუჩაში რომ დაბორიალობენ და ზუკას რომ ეძახიან ხოლმე. იცი ქუჩაში რომ გამივლენ ხოლმე ზუკას მეძახიან ხოლმე. და მე რა შერასიზავ, მითხარი თვალებს დახუჭავ ამაზე? არა, არ დახუჭავ. მე რა კიდე დამოძახები, მიდი შეძუკრა და მანახე შენი ესე და მე რას აკეთებ? და რა გინდა რომ გავაკეთო? არაფერი. იმას რომ უფრო ლიანი არის აღრიცხვაზე და ვიცი რომ პოლიცია დაეჭვდება. დაიჭვდება? ხო, ლიან, დაეჭვდება. პოლიციელები არიან, ფულსი შეგიწაშებე? რო დაეჭვდება. დენი. გთხოვ, ახლა მინდა რომ კარგად დაფიქრდე რა. ვიღაც ტიპი არის სისხლში მოთხოვილი და ეს სისხლი არის ლიამის მაისურზე. და ხო გარიცხია? დენებს ამოწდე. ეგ ხო არასოდეს შეუძლება. და ჩვენ პირველი რა გავაკეთეთ, რაც გავაკეთეთ სამხედრო დავმალეთ. და ეგ ცუდია? რა გინდა ლიამ რა? სამხედრის დამალვა თუ არის ცუდი? კი, ცუდი. მაშინ რატო გარეცხე? ვიღას მიგებს ამით. მაინტერესებს ის ტიპი, რომელიც ან არის რაღაცაში გარეული, ან არა. მე მას კი არ გავჭი. მაგრამ ხო ვიცნობ არა მისნაირ ადამიანებს. მითხარი რა მის მთელი ამ ჭრილობებით გება და სიგნალეში გარბის, ესე იგი რაღაცას გაუღბის და პოლიციაში რო დავეკავთ, რა ვიცი, დავეხმარებით იმ ტიპს? მითხარი დავეხმარებით? ლიამ შეხედა ერთი წამით. როგორც კი შეხედავ, ეგრევე დანაშავის ახესებებს, ხო? ხო, ბაზარია. პოლიციას რო დავეხმარებ, ეგრევე. მან დახმარებასა. ეს სულია, რა გინდა რომ ამის გამო დაისაჯოს, რომ დახმარებასა და? არა. მე შეწირავ ესე ვიღაცა ტიპს, რომელსაც არც კი ვიცნობ. და რას მეუბნები, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთო? თუ ის ტიპი არ უნდა დანაშაულიყო, მართლა ძალიან მეწოდება. თუ არა, მაშინ არა, მაგრამ მე მას არ ვიცნობ. იქამდე მივედი, ვის ვიცნობთ და ვის არ ვიცნობთ, ხო? ხო, დენი, იქამდე მივედით, ვის ვიცნობ და ვის არა. რა გინდა იანთან მითხარი? იანთან რა გინდა? ჩემი ძმაკაცია. არ არის შენი ძმაკაცი. კაი, არ არის. შენზე ცუდ გავლენას ახდენს, გესმის? კაი რა. ტიპი ნაცისტურ სუვენირებს აგროვებს, ლია. არ აგროვებს, უბრალოდ აქვს. აქვს იცი რა მაგარი რამე აქვს. ლუგერის პისტოლეტი აქვს რა და ზეტარზე აქვს შიში როთუფული. იცი რა ლამაზია. ძალიან მაგარი. ავადმყოფია. მეც მაგას მეუბნები ავადმყოფი ხარ მეთქი, მაგრამ არ ესმის რა. რასაკეთებ ხოლმე მაგასთან მითხარ? რაღაც ვიდეოებს გაჩავს. მართლა? ხო, ძალადობაზე, თავის მოკვეთები, რაღაცა ჯიჰადისტური რაღაცები რა. მიდი ხარ და მაგას უყურე? არა, ლია. ლია? კარგად ისინე. აღარ უნდა ხვდებოდეთ. გესმის? მართლა გეუბნები და იქცე რომ აღარ შეხვდები. ხო, ხანდახან არც მე არ მევასება. ნერე? მაგრამ ხო ხდებია რა, ჩემი ძმაკაცია. არა, ერთად გავიზარდეთ. არა. სკოლაშიც ერთად დავდიოდით და თან შენ ხო ყველაზე კარგად იცი რომ ადამიანებს ეგრევე უბრალოდ ვერ მიატოვებენ. გადასარევი ბრენჩი იყო დენი. ამჯერა რომ მას მართლაც გადაწყვეტილება უკვე. ხო. გეთანხმებით თქვენაზე ვარ, გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. გეთანხმებით. რა დროა? დავიცი. ოდრო. არ ვიცი ტელეფონი დამიჯდა. ჩემი აზრით კარგად არის ის. ჰა? აუცი. იქნებ გავსულიყავით და გვენა. მარტო მარკეტი არ გახდე ლიამთან ერთად გავამოდე. ვერ ხვდები რომ ამ ყველაფერსგან თავის შორს უნდა დაიჭირო. ხო, ბაზარი არ არის. რა გინდა, ვინა სიგნალეში მარტო გავხდე? ხო. რა ხო? მარტო ვერ გავხვალ, ხო?
შენავთ რაც იქნეს რომ გცემეს იქ არ გიყო ხო? გითხარი, პატარა ბავშვები. არა, პატარა ბავშვი. შეიძლება. საიტა. საიტა. საიტა აი იცი საიტა. ბაიტების მაღაზია ხო იცი? ანუ ხო, ზუსტად შენ რო ხო ბაიტების მიღაცა. დიახ. კონი ჯობია ჩვენთან ერთში, ხო? ხო, მეცეკრები. შეისუხარია? პატარა ძამი ყო დაიყო. დარწმუნებული ვარ რომ გავხარდეთ. ისე რა იქნება თქვენ გაზრით? ძამი ყოლება თუ და? შეისარფი. და? რაც გაიგე. თქვენ თუ არ გეტყვი რა უნდა უკეთო? მე ერთი სიტყვაც არ წამოწეს. რა? იმიტომ ახლა ამის გარჩევის დროა? არა, ამის გარჩევის. აბა რა დროა ახლა? ჩემი საქმე არის. მოდი შიდა დები რა. ძალიან გთხოვე ხარ რა. შენი საქმე არ არის, მე ხდა არ არის ამის დრო რა. გაჩვენე. გამოიგე. მე როგორ ხო, თავიდან ასე ქონდა. თავიდან. ძალიან გთხოვე რა, მე დამჭირდა რა დასკიდულობარაკი. ამ ვითარების გამო სადაც ვცხოვრობთ, მე სამსახურის დატოვება მოგიწევს. ხო, მე მომიწევს სამსახურის მიტოვება, ეგ ხო არ იქნება სწორი. ჰა? მოკლედ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა სულაც არ არის შესაფერის მომენტი, ხვდები? შენ ფიქრობ, შენ ფიქრობ და არა ჩვენ. მე მინდა ის ბავშვი. ასე გიმჩნევია რომ გეხები ხოლმე მუცელზე. მინდა შენი მუცლის გავლით მასაც შევეხო და უთხარო ძალიან მიყვარს. მე არ მithქვამს, რომ არ მინდა მეთქი, ხო? მე ვთქვი, რომ ცოტა მეეჭვება. რა გეეჭვება? მე არაფერი მეეჭვება და შენ რატო ფიქრობ ამდენს შენი ბავშვის გაჩენა? უბრალოდ მეეჭვება და ეგ არის. რაგი ნახლა გინდა ვილაპარაკოთ? ხო? გინდა რომ მის წინაშე გითხრა? დარწმუნებული ხარ? მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ცხოვრება ისეთი არ არის, როგორც ჩვენ წარმოვიდგენთ. ჩვენ წარმოვიდგენთ. ასე ჩვენ საუბრობთ ხოლმე. შენ არასდროს როცა ჩვენ ძმები და საუბრობთ, ისეთი ღორი ხარ, იცი რომ მეზისხები ხოლმე? ჩვენი მშობლების თუ ჯენის? არა, ჯენის. ვიღა. ვიციო. ამყოფილო. ვიციო. მე ვიყავი როგორ ასე რა. ნუ შენ კარგი. ვიციო. ჩვენი მშობლების თუ ხვალ ვაყიდე. ხვალ? გინდა რომ შევდან. არა, ხვალ ადრევდგები სარასუნში. აი შეიძლება ზეკ. ზეკ. არ ვიცი. არა უშავს. მე რომ მიდროა ხოლმე ყოველთვის თქვენგან მოგითხოვს გადაცემა. აქედან არ გაბარებე? ანუ უბრალოდ დავიკიდოთ და რაც მოგვითხოვ არ ვიცი. ამას მე ვუმდებით ხო? ენი. არამედ უნდა ვიცოდე თუ ასე მოვიქცევით ხო ყველაფერი უნდა იყოს გადაწყვეტილი. ხო, მეც მინდა რომ რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ ვერაფერს ვერ გავაკეთე. იმიტომ რომ გადაწყვეტილება მივიღეთ რა. ხო. მოდი ახლა. მოდი. მოდი. ის გათვალისწინებით რომ ის დაჭრილია. მე რომ ჩვენ კი არა სხვა დაჭრა. და ჩვენ არაფრის გაკეთებას არ ვაგვირებთ. ეგ იგივე ხომ არ არის სუპერდაბ ჩვენ მისული ხავით და დები ძალიან გითხოვ. რა ინტერესებს? ეს რო წოდნოდა და მაინც არაფრის კეთება არ გვიჭია რა ნაირი ადამიანი და ანუ შენ ეზრით აქტივს საფრთხე ამქრე. თუ ვიცით რა ხდება? არ მოკვდება, რეპს იძახ. რა ვიცი?
ხდება? ჩვეულებრივი ადამიანია, ხო? მიდის, მოდის, ჭამს, სვავს, დადის, ხო? არ მომდენა დენი გასაგებია. გადაგხანჯება. რა? სისხლის განცდის. სამოხობაში წავიდო და დენი გთხოვ რა ხდია რომ ერთად ბევრი სისხლის. დენი გთხოვ მეთქი რა, გთხოვ. მაინტერესებს, უბრალოდ ვიცი რომ უბრალოდ გაინტერესებს, მაგრამ ვერ ხედავ რომ ლიანს აგიჟებ, შენ თავსაც აგიჟებ და ორივე მიერთად ამ ამბავს ძალიან აბუქებთ. კარგი. არ მოხდება ის კი. ასე ფიქრობ ზუსტად. მაგრამ აიდან მოხდა. მე რა იქნება იცი? ეცება გამოცდილება, დაკითხვები, სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ ვერ გაიგებს, რომ ჩვენ ამასთან რამე კავშირში ვართ. და ჩვენ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ. უფრო სწორად აღიჩინეთ, რომ არაფერი არ გაკეთებინა და ის მოხდა. აი მე როგორ გქონდეს? ხო, ეს ძალიან სერიოზულია. ძალიან ცუდად გამოგურებოდა მართლა რაც უფრო დრო დადის უფრო და ხია, ადგა, ესე იგი საავადმყოფოში გაიქცა, ხო, ადგა. რა ხია, დენი გთხოვ რა? როგორ წასულის ხო რა? დენი მეთქი, ეს სერიოზული ამბავია. ეს მოლოდის არ ამბავს, რა? ხია, ბიჭორილა ჩარდა. მე მეკითხები, მე დავიწე. და კიდე მეკითხები ამის მერე როგორ გაქცეულიყო, როგორ წასულიყო? ვინ ვერ წასული? ის აზიელი ტიპი როგორ გაქცეულიყო? აზიელი? ჰა? იმ არ გითხოვს აზიელი თუ იყო? არ გითხოვს? არ გითხოვს. ხო, იყო. ანუ არ მიფიქრია თუ ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა რა, ხო? რას გულისხმობდი, რომ თქვი როგორ წასულიყო, ხა? ხა? ანუ ამდენი ჭირობების მერე მეთქი. ხო. რომ ვერ ამდგარიყო ეს ტიპი და რომ ვერ გაქცეულიყო. გაიქცა? კარგად იქნება. გაიქცა? კი. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ამოვიდო და როგორ გაქცეულიყო? ბაზარი არ არის. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აბა, უბრალოდ ისე ვიკითხე, დაუშვათ რა. რატომ უნდა დაუშვო? ისე უბრალოდ რა მოხდა? რაღაცას მალა. რაღაცას არ გეუბნები, ხო? რა? ხო, რაღაცას მალა. რას მალა? ბიჭო, რაღაცას რა, რას მალა? რას მალა, რას? თქვენ როგორ დამყურად იქცეთ? რატო რას ხერო? კარგი. რა? კარგი გეტყვი. ის პატარა ნაბიჭვარი აფერისტი იყო გასაგებია. და აქ რასიზმის საერთოდ რა შუაშია, მაგრამ რაღაც საქმეებში იყო გარეული. მე არასოდეს ცილს არ ვისაუბრებ, მაგრამ გარეული იყო ეს ტიპი რაღაც საქმეებში. წეხა ხო თქვი რომ აფერისტია ამ ტიპზე. ჰა? ხო თქვი. მე როგორ იცავ რაღაც აფერისტის მხარეს? მე ვიცავ. აბა ის მხარეს ვიცავ, გეკითხები ადგა და გაიქცა. ო, მეთქი გოგო დედმამის საფლავს გეფიცები ადგა და გაიქცა. აბა რას მალა? არაფერს არ მალავ მე. კი, რაღაცას არა. აუდენი არ დაიწყო ეს. რა თქვი აფერისტია? ჰა? თვითონ მითხრა. როგორ ესე? თვითონ გაგიზია. ხო, რა, ამოფი ხარხა ეს მითხრა. აი თვითონ მითხრა, დიახ თვითონ. როდის? აი ეს ნაცვლად მითხრა, როცა მითხრა, ამოდერღა რაღაცებში გარეული ვარო. შენ არის რომ ბიჭო ამ სამყაროს რა. შენ აი ლამას სახლში ცხოვრობ, სამსახური გაქვს, ოჯახი ყავს, შვილი ყავს, მაგრამ ეს რაღაც ეგეთ საქმეებში იყო გარეული რა. ფული დაჭრა და ეგეთ ამბებში რა. შენ ხო თქვი გონზე? რა? გონზე არ იყო. მე? აბა ეს ინფორმაცია როდის გაგიზია რა? თუ გონზე. როცა როცა წამოდგა და გაიქცა რა მაშინ. არა, შენ იცი? შენ თქვი. ხალები გაახლა. ხო, მე. სისხლიანი ზედით შემომხედა. ხო. იტყუებო. არა, გოგო რა თქმა უნდა. რა. როდის დელაპარაკა? მანამდე. სადამდე? სანამ იპოვდი შენ ხოთი უკუნოთ იყო. ხო, ხო. მე როდის გელაპარაკა? მოიცა. რა მოვიცადოთ რა? მოიცა, სანამ გამაგრებით ხო, რა მოიცა. ლია. ხო, მოკლედ. მე მიპოვე, უცებ ხიზდება და რაღაცას დასწრებს რა. მე ისე ვითიშება. აი ამ დროს მოგწოს სისხლი რა, იმიტომ რომ ხელში მეჭირა ეს ტიპი და არ მიდოდა რომ მიწაზე თავი დაერტყა და მე დავუშვი რა. აი ამ დროს სისხლი ხო. ვერ გეკითხი მე რატომ არ მოგიხები თავიდან. მაგრამ არ მოგიხებით და აი ეგრე მინდოდა და არ მოგიხებით გასაგებია. ეხლა ორი თქვენ თავის უნდა გითხოთ, თქვენ მე დამიჯერებთ თუ არა. თქვენ ჩემი ჯერა თუ არა. ატმიდა ეს ლია რა, კენძელია, ალია რა. შენ ჩემი დახა გოგო და მე შენ რაღაცას გეუბნები და შენ ჩემი და აუგულეთ რა, ჯერა თუ არა ჩემი. ჩემი ჯერა თუ არა. ჯერა თუ არა. მე მინდა რომ დაგიჯერო, მაგრამ რაღაცებს არ დაუმტეთქობი. რაღაცებს ლია.
უბრალოდ შემოვარდი რა ერთი. ანუ იმპულსი და რამ ხო ხვდებით რა. ეთყობა ეგონა რომ თავის ბანდასთან ერთად იყო ან რაღაც იმიტომ რომ ის ვიწყო ქუჩა რა სადაც ეს ამბავი მოხდა. თან სიბნელი და ესე უკმიდან მომატკა რა ანუ აი ცუდი განზრახით რომ მოდის ტიპი. რაღაცა რომ დავეჭერიან გავეკურდიან დავეჭერიან ხო და რო დავარდი წაიქცა ეს ტიპი რა და მე მაგარი შეშინებული ვიყავი რა ანუ თან გაბარზებული ვიყავი მეთქი რას გამომივარდი რას გამომიხდი საერთოდ რა გინდოდა და რომ დაეცა მე ვუტყამდი და ვაქცინებდი ხარტყმას რა ხო და მე ვიფიქრე რომ მეთქი ბარემ დანას გავუღრე მეთქი ხო და გავაძრე ეს დანა და ერთი დანა გვს ეგეთია სასროლია რა მაგრამ კარგად ჩხლეებს ბასრი არ არის ხო და იანი მელაპარაკებოდა დანებზე შენ რო გავუწო დანა და არა მეთქი და მე ბოლოს ეს დანა მაჩუქა საერთოდ არ მახსოვდა თუ თან მქონდა სანამ ტიპის ტანიდან სისხლი არ დავინახე რომ მოჭქები მე იმაზე გავბრაზდი რომ ხმას არ იღებდა ამიტომ ვუტყამდი და ვუტყამდი მაგრამ მე კი მივხვდი რომ იმით ვარ იღებდა ხმას რომ გათიშული იყო მე კიდე ჩავხობდი ოდებს ბოდიში რა ეს რაიან კარგოსი გულახსოვს რაიან შეგხვდონი ჩვენი სკოლა როგორ გესიზღებოდა რა ეს სკოლა ერთი სული ქონდა სანამ მაგედან გადაგვიყვანდნენ ეს მახსოვს ეს დირექტორი მეუბნება ჰილსონი ლიან ელენი მექსიკაშია ლიან ელენი მოკროს ბავშვებთან უნდა იმეგობროს ჟენი დედას ჩემი მშობლები რამოდენი მეხნის წინ ფერფლად იქცნენ ეს კიდე რაც მიბაზრება ისეს ბრაიანი კაი ტიპი იყო ხო გაზმოზი ჯოხიო შეჭამა თან იატაკიდან ააგრიჭა და ისე ჭამა ჯოხი როგორ ჭამა აუ ის ბრაიანს რომ აწენინეს როგორც ემეს მახსოვს უბრალოდ და უბრალოდ კიდე დაგეთქვა როცა შენსცემე თითები ისე გადაუმტვრე სულსისხლი მოსდიოდა მაგიტომაც მოგეწია სკოლის შეცვლა როცა შენსცემე გესმის ძალიან მომწონდა ეს სკოლა ეგეთ მაგარ სკოლაში არასოდეს ვისწავლია რადგან ისცემე მაგიტომაც გამოგონდა სკოლიდან გაიგე ოდესმე გინატრია რომ ერთმანეთს დავუშვებია მე მაგას რატო არ მინდა? კარგი ოჯახში მოხდებოდი დიდრებთან, მე კარგი ოჯახი მყავს. ჩვენ ვართ კარგი ოჯახი. მე არ ვარ ნორმალური. შენ ხო ესე არ ფიქრობ არა? აი მე არ ფიქრობ შენ როგორი ვარ. უბრალოდ სუდგარემოში ხარ და სუდგარემოში. არა. და სისხლს გიქეთე, ხო? არ ხარ კი გოჩაში არ ხარ ხომი არა. чем вам еще не могу.
პოლიციაში ვიდანკო. კარგად იცი რომ არ დავრეკავ და ეხლა გაჩერდი. დენდა. არ დავრეკავ, მომისმინე. დენი ეგეთი არ არის, იმიტომ რომ შენ დენის არ იცნობ, შენ არ გაქვს მაგაზე ლაპარაკის უფლება, არ არის ეგეთი. მომისმინე. ციხეში შეჯდომას მიჩერდა რომ თავი მოვიწამო. ხოდა. ჩემი მანიპული რა? ისე მანიპული. დასკეფიცები არ მანიპული შენ. არა მართლა ძალიან მაგრამი ვარ. ხო გაჩერდი. შენ ხო. დენი ძალიან მართლა შენ გასაკუთრებულად. ხო გაჩერდი. შენ როგორ არის? კარგად. რამოდენიმე საათი კიდევ დავიტოვებს. მინუს რაღაც კითხვა უნდა შევძინო. დედა შენ როგორ არის? ჩვენი? კი, ძალიან როგორ ხარ? აი ისეთი კარგი უმორის გრძნობა აქვს. ბოდიში მინდა რომ მოგიხადო რა. ამ ყველაფერთვის ამ მართლა ვიცი რომ არ მსახურებ და ვიცი რომ ძალიან მაგარი კაცი ხარ და აი თუ არ ჯერ ახილეს ვითხარ მე ყოველთვის ჩემ ძმაკაცებს შენზე უყოდი ხოლმე რა სამწუხარში ახდება შენ რა მაგარი კაცი ხარ და რა გინდა? პოლიციაში ვიყო არა ой, ხა მთავარია, ლეგენდა მოვიფიქროთ. ხო. რა გულს? ანუ აქ იყო ჩვენთან ერთად. ვიცი. უნდა უთხრათ პოლიციას რომ ლიამი აქ იყო ჩვენთან ერთად. ხო, დენი პოლიციას აბა ვის? ფელიპ, ჩვენ შევთავაზეთ რომ პოლიციაში არ ვიყავთ. ხო, მაგრამ თუ გითხავენ? გითხავენ? ხო, შეიძლება 100 წელი არ გითხო, მაგრამ აი თუ გითხავენ, ხომ უნდა უთხრათ რომ ლიამი აქ იყო ჩვენთან ერთად. რას მეუბნები, უნდა მოვატყუო პოლიცია? ხო, დენი პოლიცია, აბა ვინ დენი პოლიცია? შენ ესეთი შვიდი რატო ხარ, ა? მე იქნებ ცოტა დავვლაბდეთ, დავწყნარდეთ, მოვიფიქროთ, აი რასაც შენ მეუბნები და მთავაზობ, ეგ არის ხელის დაფარვა. პოლიციაში რო არ ვეკავთ, ეგ არის ხელის დაფარება? ეგ არის. დენი პოლიციაში რო არ ვეკავთ, ეგეც ხელის დაფარება. ეხლა ეს გამოდის რომ ჩვენ უკვე თანამოაზრეები ვხდებით. ეგრე გამოდის. ასე ვიცი, ჩვენ ოჯახი ყავს, შვილი ყავს, ასე ვიცი. პოლიციაში ვეკავ და ჩემს ერთადერთ ძმას სამართალდამცავებს ნუ ადრამატული მე ვაგრამატული მე არაფერს არ ვაგრამატული გასაგებია ნახევარისათვის გაკეთება არ არსებობს ან იცავ ან არა ან გყავს ოჯახი ან არა გასაგებია ან ვეკავთ იმ დაბალ პოლიციაში ან არა მაიამიში რომ ვიხარ მაშინაც ესე მოიქიცი დაგვეხმარები ხოდე მაშინაც ასე მოვიქეცი იმიტომ რომ ჩემი ძმა არის და იმიტომ რომ უდანაშაულო იყო გესმის რა გინდა დენი არ გინდა დამტო სამუდამოდ დენი გარეთ სიმღერაში აღარ უნდა გავიდეთ. როცა იმ ნაბიჯვრების ბანდას ხედავთ, გზის მეორე მხარეს უნდა გადავიდეთ. ავტობუსში სულ უკან უნდა დავიდეთ, დენი მე არ მეშინია, ჩემი ოჯახის გამო რაღაცაების ხეთების გესმის? იცი ეს რას იზამდა? შეინის გამო საკუთარი ნერვით შეწყვიტავს სიცოცხლეს, დენი გთხოვ მითხარი რომ დაგვეხმარებოდეთ. ასე მეშინია ჩემი ოჯახისათვის რაღაცების გაში მითხარი რომ დაგვეხმარები. დენი გთხოვ ამოღერგე. დაგეხმარებ. და მე ვაჩარი რა. ეს ტიპი იყო ვინც შეგცემა იქე. ხო იცით რომ ქუჩაში სამართალი არ არსებობს. მარტო აქ მოსვლა ხო იცით არა როგორ მოხდა. იცით რას გავსაკუთროს აი. უკან გასვლა კიდევ ცხენელში გასვლა ხავს. თითქოს რაღაც ცხენელის კედელში გადიხარ, როგორც კანალიზაციის მილში. წარმოგიდგენია თქვენ როგორი იქნება კანალიზაციის მილში სიარული. მე მინდა რომ თქვენ ორთან გულახდილი ვიყო.
ხოდა მიავედები იმ ტიპს. მიავედები. უკან მივუყვებოდი და თავფიქრობდი, რომ შენი პატარა მე უყვიროდი შენ პაკისტანელო მეთქი შეარაგო ტერორისტო როგორ ბედავ მეთქი როგორ ბედავ რომ შენ ხალხს აწყენინო რა და არ ვიცი მე რა დამემართა რა არა და არ ვარ ეგეთი არ ვარ რასისტი უბრალოდ ცოტა შეშინება მიდოდა რა ამ ტიპის მე ეს ტიპი იანის სარდაფში ჩავათრიე იქ დავაბი იქ ვაწამი და ეხლა ციქარი ბრაიან ჰარგრის მაშინაზე საზრუების ლაპარაკი დაიწყო. მითხრა რომ მიგატოვებსო. შენგან წავაო. ჰელენიო დირექტორთან შევიდაო და ეხვეწებოდაო რომ ერთმანეთს დაეშორებინით. ხოთა მაგიტომ ცემე ბრაიან. It's really hard. Okay. Čaj martis podpogovaču. Ano, it's really hard. Ani, it's მიდე და ეხლა რომ მოკავდი რა დამაყოჩოჩო. ანუ შეშინებს პოჩი რა მოხდა. ანუ იცის ვინც ხარ? აუ. ერთი წამი ცდილობ მოვიფიქრო. კარგი მოვიფიქრო. კარგი მოვიფიქრო? ხაცნებ უფლებას რომ მოვიფიქრო? უნდა დავალაპარაკოთ. იმ ტიპს უნდა დავალაპარაკოთ. დავალაპარაკოთ? მივიდეთ. მოიცადა მაგარი დაჭრილი როა. ხო, გონიხარ სწრაფად სჭირდება. დენი, რამე იდეა არ გა? დია. ხო, რამე რა? შენ მეუბნები რომ ეხლა მივიდეთ და იმ ტიპს დაველაპარაკოთ. ამას მეუბნები. გაბო! არ მეთანხმები რომ რაღაც უნდა ვქნათ? რა უნდა? თუ გინდა დავტოვოთ იქ და ეგ დოსანამ შიმშილით არ მოხდება სული გინდა ესე მოვიქცე? ანიანი რომ დაბრუნდება იმას რა ქვია არ ვიცი ჭონდაბარა საკეთება ხოლმე როცა სტარტაპში დაპლასიერებს პოვდი. გინდა ესე ვქნათ? ასე არ უნდა ვქნათ, ასე არ უნდა ვქნათ. ხო მეთანხმები რომ მოკლედ რა თქვა? საავადმყოფოშია წასაყვანს. ხო და უნდა წავიყვანოთ დენი. ვინ უნდა წავიყვანოთ? დენი ის ბიჭი. ვინ უნდა წავიყვანოთ? დენი ჩვენ თავისით ხო ვერ მივა არა თან სასწრაფოში ხوار დავიკავ პოლიციაში ციხეში ხوار დავიკავ. ისინი დარეკა თვითონ. ჩანდა აი ამიტომ გეუბნები ჯერ ჩვენ უნდა დავალაპარაკოთ. ის უნდა დავალაპარაკოთ. იმ ბეჭდენი დაბული რო არის რა გჭირს. რა უნდა უთხრა? უნდა უთხრათ რომ თუ ხმას ამოიღებს მოვკლავთ. რის ფასადაც არ უნდა დაგვიჭდეს უნდა თქვას რომ მხოლოდ თავს დაესხნენ. და შენ უნდა შენ მე
ჩემი ხო არ შეეშინდება არა? დენი გთხოვ სახეზე რამე ჩამოიფარე. არ შემიძლიანი, არაფერს არ ჩამოვიფარებ, არ ხო, დენი, ჩემ თავს გაფიცებ, ერთი წამი არ იფიქრო, ჩემ თავს გაფიცებ, რომ რაც მაქვს, რა. ვიცი როგორი გაბრაზებული ვარ, ძალიან. არ შემიძლია. ჩვენ ხო შენი ოჯახი ვარ. არ შემიძლია. შენი რო ყოფილიყო? შენი ზე აბო მაგას, რა? შენი რო შემოსულიყო. შენი არის 5 წლის. მართლა დენი? რა გონია 5 წლის იქნება? რა გინდა? აი შენი რო შემოსულიყო სისხლით, მოთხრილი 18 წლის, მაშინ რაც გააკეთა, მაინტერესებს. შენი ან მეორე ბავშვი რო ყოფილიყო? მეორე ბავშვი ჩვენ ამყვავს. ხო გვეყონება? მე ვფიქრე არ გინდოდა შენის ბავშვზე. ეგრე იფიქრე? ჯერჯერ ხო არაფერი არ გადაგვიწყვეტია. შენი რო ყოფილი. დენი გეკითხები, შენი ოჯახი არ ვართ, რა სიზავდი რო ყოფილიყო შენი შვილი? შენ. გთხოვ მითხარ. მეორე ბავშვი რო შემოსული. რო შემოსული. ხო, მაშინ რა სიზავდი? დენი გთხოვ მითხარი, რა სიზავდი? დენი ხო შენი რო ყოფილიყო, დენი. ლეამს სკამზე მიუბანს იათან ბაღის ბოლოს პარტუში თანესკანი მისთვის მოკლეა და ფეხები ქვემოთ ჰქონდა ჩამოკიდებული მუხლებში მოხრილი და ზედ ფეხსაცმელები არ იცვა თუკით გაკოჭა და ნიარდა ფელცხეულზე ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა ლეამს დამით დაუჭრია სახე ჰქონდა გასიებული სამხარეს ბურთივით ჰქონდა ჩამოკიდებული და მეორე თვალით ჯიჟივით მიყურებდა ძროხასავი თუ რაღაც ძალიან ბევრი სისხლი იყო ზოგი შავი იყო და გამხმარი მონსტერს გარდა თუ რომელიღაც მწერს ნაჩვენები ჰქონდა ფელცხეულზე ლიამს დანი დაუჭრედია ერთი ნაჩვენები ჰქონდა მოხაზე ხედავთ ეს დანის პირი საჩერკო თვითმყოფებით რა ძალიან უკანადგმელი იყო საჭირელი კი არა ნუ საკმაოდ ძალა იხმარა უსაურის სუნი და ეს ძალიან რაღაცნაირი განავალი ყოფდებით რა არ ვიცი ზუსტად რა მოხდა ალბათ ჩაისვარა და მე ვიდექი მისცი და სახეზე მეკითხა მიღრაფი და უყუროდი მას მითხარიშე ვიწურო და ბაბო ტერორისტო ბავშვთანო მითხარი საცხოვრო ეგეთი მაგარი არა ხარა ჩემს აღნობლებს არ წამებ მითხარიშე მაგის დაგელო ტერორისტო არ მეუბნებოდა მე იარი არიგინე პირდაპირ თვალთან მეგუშვილე და მეგუშვილე მაინც არაფერს იზარდა ბოლოს ბუხერის დარი პირდაპირ თოში ჩამარხი მაინც არაფერს მეუბნებოდა შეშწავლებადი იქ დავაგდე და დავემუხლე თუღა სამოიგებდა ოჯახს ამოუბრა სადარის იმამი ორი საწიწოდია საწავიდა ენის დახომიდა კარგად ხარ? ვერგენი ნაყუყები კი მაგრამ მოხდეს იმით გავაკეთე რომ შენ მისმედი მოხდეს იმით გავაკეთე რომ დაგიწვას დენი გთხოვ დენი მოხდეს ყველაფერი იმით გავაკეთე რომ შენ დაგიწვას დენი ის ხო ის ტიპი იყო არავინ შეგიწევდა კაცი იყო ჩვეულებრივი წვერებიანი მუსლიმი კაცი შინმიმავალი ოჯახი ყავდა გესმის ოჯახი ყავდა და შეეშინდა რომ ოჯახს გადაუბუგავდი და მოუწყვეტდი გესმის კაცი იყო ჩვეულებრივი წვერებიანი მუსლიმი კაცი იყო კაცი ისე სულ ფიქრობდი აი ესე დროს როგორ მოვიქცეოდი მე სიამოვნებოდა თუ სხვა რა შენც გასაგებია ისე სულაც არ მიხარია ამ ბავშვი რო გაგრიეთ ხო თქვენ ხომ ამ ლამაზ გაპრიარებულ სამყაროში ცხოვრობთ, მეკინებულ გარეგან ამოვათრიეს სახლში და თან გეუბნებით, რომ აი ნახეთ გარეგან. ესმის.
იცი მართლა ყველანაირად ვეცდები რომ გამოვასწორო. მართლა გამოვასწორო. კაცი რა? კაცი ხო? ოშეთოს პიცავარი. ლიან, კაცი ხო? ლიან. ხო, კი. კაცი. ხო. რატო? არ ვიცი. არ მინდა რომ ჩემს სახლში დარჩეს. გადიდია. რა? წავიდე. მოდი ისეთ რამეს ნუ იტყვი, რასაც მე რენა, კარგი? ისეთ რამეს ნუ ვიტყვი, რასაც მე რევიანე? ზუსტად. ისეთ რამეს ნუ ვიტყვი, რასაც მე რევიანე? რაიანს მე ვუთხარი. ხო, ეს სიმართლე არის, მე ვუთხარი, იმიტომ რომ ისე მიხარობდა, რომ მინდოდა რომ ინვესტის მეთქვა. კაც ჯონი ერქვა, ქალ ჯეკი. მახსოვს ჯონი და ჯეკი საყვარელ ადგილას ცხოვრობენ. იცი მახსოვს სიმწვანე და მახსოვს გზა იყოს მწორნი და ისიც მახსოვს რომ ჩემზე უნდა უმცროსი ბიჭი ხარდა ადამი. ეს ყველანი ერთად ვისხედე და ვთამაშობდით. იცი რომ ადამიანებთან მუშაობდა? გამიდიხარ. ადამიანებთან მუშაობდა დედაჩვენს ყვარასოდეს უმუშავია, აი ადამიანებთან მუშაობდა. არ მახსოვს სად, მაგრამ მახსოვს რომ მუშაობდა. კი ძალიან სუფთა სახლი ჰქონდა. ჩვენი სახლი ხოსუბინძური იყო და ადამიანის მამა ექიმი იყო. ვუყურებდი და ვფიქრობდი ღმერთო ჩემო ვიღაცის მამა ნამდვილი ექიმია მეკითხები. მე ადამი რაღაცას მიყვებოდა, იცი რა კარგად ხდებოდა, რომ საერთოდ ვერ ხდებოდი, რაზე მე მოპარაკებოდა, მაგრამ არა მიყვებოდა. იქ მე პატივცემდნენ, მე ისინი უკვე შემიყვარდნენ, მაგრამ რადგან შემბრაიანის და მე მაგით არა მიყვანა მაგოჯას. მე კიდე მივედი დირექტორთან და ვუთხარი რომ წამიყვანა. ვთხოვდი და ვთხოვდი. პატიო! პატიო. არ მინდა რომ მაპატიო. მე პატიო. ძალიან პატიო. უთხარი გასაღები დატოვოს. მე ამწადი. დენი აი გიყურებ და არ მინდა რომ შენაირი ხო რაღაც პონჩი მინდა რომ შენი ნაწილი ვიყო, მაგრამ შენაირი რომ ვიყო არ მინდა რომ შენ იყო მე და არა მე შენ. აი გიყურებ და ვფიქრობ რომ ხო აკაც ძალიან ბევრჯერ გაუჭირდა. მე რა ოჯახი ყავს, მე რა ისიც რასაც აკეთებს, მე რა ახლობლები ყავს, ათესავები ყავს, ლამაზი ცოლი ყავს და ყველანაირი უპირატესობა ჰქონია ცხოვრებაში. ამ დროს სულ სხვა ადამიანს მთელი ცხოვრება სახეში ხალერი უნდა ხდებოდეს და მე თვითონაც ბოლოს ხალერად იქცეს და ესეც მე რა, ხო? ის ამას იმსახურებს, შენ ყველაფერს განსაკუთრებულს იმსახურებ დენი, ხო და დაგიმარჯოს, შენ ხარ ადამიანი 21 საუკუნეში მიაღწიოს. გავარ აქ შენს მაისურში გამოწვეული, შენს ბინძურ მაისურში, რომელიც არცერთ არ ამოაწურებია და თავს პრივილეგირებულად უნდა ვხსნოდე, ხო? რა თქმა უნდა, პრივილეგია ავიღე შენს გამხმარებაში და თუ ვინმე შენ აიწვედა თავს იმის ფიქრის გარკვევა, რომ მე ჩემი ცხოვრება უნდა დავტოვო, შენს მდგომარეობაში მინარჩუნო. რაღაც ნაწილს ეს ჩემში და ბინძური ნაწილია, რაღაც ნაწილს უნდა რომ ყვარცხლდები და ჩამოყაროს და სახით დაახში დაგაგროს, რომ გაახსნილ ხორცს გაუსინჯობი, რომელსაც ვერ ჩანო და რომელიც ცხვრის და ტყისში გაგიჭერდება. ეგ ნახეთ ეს დენიში. გასაღები დატოვე რა. ნახეთ დენიში დღეს მე. ნახეთ. ჰელ მე ის ნახეთ. დღეს გასაღები დატოვე. ჰა? მე ის ნახეთ.
კითხები და შენ არ მიმატო. კაითხო რა. გასაღები თქო. საწავი. კარგი. კარგი წავა. ისე მეცოტა დაღლი დავიღალე. და წავა. კარგი? სანამ გასული იყავი. დენი ფიქრობდი ჩემზე და შენზე და ფიქრობ, რომ ოდნავ ვცდებოდი. ანუ დამივხვდი, რომ იქნებ დროა გავიზარდოთ დენი და იქნებ დროა მივიღოთ და დენი და როცა ეს სიტყვა მოვიფიქრე დენი როცა სიტყვა მიღება მოვიფიქრე სიტყვა ვიგრძელი დენი მე მინდა შვილი მართლა? შვილი და ჩვენი შვილი? მართლა? ჩემ გაგინდა შვილი ხო? ჩვენი შვილი? მე არ მინდა. არ მინდა. მოიშორე. ამოვიჭრი.